რუსული ტკბილეული რუსეთის მიერ საკუთარი სახლებიდან გამოყრილი დევნილებისთვის. Როგორი ირონიაა რა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ რუსული კომპანიისგან შარშან საახალწლოდ 101 კილოგრამი რუსული ტკბილეული შეიძინა. ოზერა, ზაგორსკაია, იარჩე, მუმუიკა. კომპანიას, რომელსაც ფული გადაუხადეს, შპს KDV საქართველოს ჰქვია, რომელიც თავად ციმბირში რეგისტრირებულ KDV-ს ეკუთვნის. მისი ერთ-ერთი მფლობელი უკრაინის მიერ სანქცირებული რუსი ბიზნესმენი დენის შტენგელოვია. ჩვენ ვიკვლიეთ საქართველოში რუსების მიერ დაფუძნებული ბიზნესები და ვიპოვეთ 43 რუსული კომპანია, რომლებიც ქართული ბიუჯეტით ხეირობს. საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა 2022-2025 წლებში რუსულ კომპანიებთან 379 ხელშეკრულება გააფორმეს, ჯამში 16 მილიონი ლარის. ამ თანხიდან 6 მილიონი იმ კომპანიებს შეხვდათ, რომელიც საქართველოში რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ დარეგისტრირდა. რას ყიდულობენ რუსული კომპანიებისგან ჩვენი ფულით? ხან ტკბილეულს, ხან სპორტულ ინვენტარს, ხან მანქანის ნაწილებს და ხანაც რუსების რესტორნებში ჭამას, მასა და კეიფს. მაგალითად, 2022 წლიდან დღემდე ქართულმა საჯარო უწყებებმა რუსების რესტორნებში 114,000 ლარი დახარჯეს. გაიშალა სუფრა რესტორან ვერიკოში. სუფრას არაკლ და ღორის მწვადი, ხარჩო ელარჯით, ქაბაბი გურულად, მხოლოდ 6 ბოთლ ღვინოში ჯამში 500 ლარამდე გადაიხადეს. ასეთი ვახშამი გამართა 2022 წლის სექტემბერში საქართველოს რკინიგზამ. რას აღნიშნავდნენ, უცნობია. ვერიკოს მფლობელების ნაწილი ახლაც რუსეთშია, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობს. მართავს სხვილ ბიზნესს და მეტიც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობს. ერთ-ერთ მათგანს ვლადიმერ პუტინისგან საპატიო ჯილდოც აქვს მიღებული მამულის წინაშე დამსახურებისთვის. ასევე ვერიკოში გაშალეს სუფრები ეროვნული ბანკის, შემოსავლების სამსახურის, საზოგადოებრივი მაუწყებლის და სხვა უწყებების წარმომადგენლებმაც. ჯამში 48,000 ლარის. მაგალითად, 2023-ში ევროკავშირის ატაშე ოჯახთან ერთად ბათუმში რესტორან პანორამაში დაპატიჟა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. რუსების რესტორნებში ვახშმობს და სადილობს თბილისის მერიაც. 2023-2024 წლებში დედაქალაქის სტუმრებს 3ჯერ უმასპინძლეს რესტორან ხედში. ამ რესტორნის საბოლოო მფლობელიც რუსული სააქციო საზოგადოებაა. ყველაზე მეტად რუსულ ბიზნესს ქართული სკოლები, ბაღები, კოლეჯები და უნივერსიტეტები სწავლობენ. ხელშეკრულების 40%-ზე მეტი სწორედ მათ გააფორმეს. 2024-2025 წლებში ბილიარდ გრუპს 5,000 ლარი გადაუხადა 3 საჯარო სკოლამ, სამშენებლო კოლეჯმა, კონსტრუქტორმა და თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრმა. ამ თანხით რუსული კომპანიისგან იყიდეს მაგიდის ჰოკეი და ჩოგბურთი, მაგიდის ფეხბურთის სათამაშოები, ჩოგნები, ბურთები და სხვა სპორტული ინვენტარი. ბილიარდ გრუპს ფილიალები აქვს მოსკოვში, პეტერბურგში, გროზნოში, ყირიმსა და ერევანში. 2022 წლის სექტემბრიდან პრონინის მაღაზია თბილისშიც გამოჩნდა. როგორც ჩანს, ბიზნესის გაფართოება რუსეთისა და სომხეთის შემდეგ საქართველოშიც გადაწყვიტა. 2023 წელს პრონინი ფილიალს თვითონ ესტუმრა და ინსტაგრამზე სიხარულით დაპოსტა. ეს ფილიალი გაყიდვების ლიდერი იქნებაო. მოგზაურობ დსთ-ში ბილიარდის მაღაზიების ქსელხსნი. უწერია ინსტაგრამის აღწერაში დმიტრი პრონინს. მასთან ერთად ბილიარდ გრუპს ქართველი შალვა შარყი ფლობს. პრონინის მსგავსად საქართველოში ბიზნესი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გამართა კიდევ ერთმა რუსმა ილია გუჟინმა. 2022 წლის მაისში მან შპს SKPer ჯორჯია დააფუძნა და სამკერვალო საქმე შეუდგა. ქმნიან რაგბის, ხელბურთის, ფეხბურთის თუ კალათბურთის სპორტულ ფორმებს. SKPer-ი ცნობილი რუსული ბრენდია. გუჟინის კომპანიისა და რუსეთის მთავრობის მჭიდრო თანამშრომლობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ SKPer-ის შეკერილი სამოსი აცვიათ მოსკოვობის დღესასწაულის მსახიობებს. მედიაში გავრცელებული ცნობებით, რუსეთში ილია გუჟინის ბიზნესი წარმატებულია. მისი სამკერვალო ქარხანა სპორტული ტანსაცმლის წარმოების 20%-ს ფარავს. ფაქტია, რომ ქართული საჯარო უწყებების წყალობით გუჟინის საქმიანობა საქართველოშიც წარმატებულია. რადგან სპორტი და რესტორანი მაინც კერძო ბიზნესად ითვლება, ზოგი იტყვით მერე რა მოხდაო. ხო და აქვე გეტყვით კიდევ ერთ მაგალითს. როცა ჩვენი ფული არც მეტი, არც ნაკლები რუსულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში, ეროვნულ ლაბორატორიაში წავიდა.
წვრილ ფეხაპირუ ტყვისთვის 800,000 ამპულა ვაქცინა ვიყიდეთ 198,000 ლარად. პროდუქტის საქართველოში შემომტანი რუსული შპს გრინბერგია. ლაბორატორია კი, რომელიც ვაქცინას აწარმოებს, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექვემდებარება. სურსათის ეროვნული სააგენტოს საფინანსო ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს გერონტი ფრუიძეს ვკითხეთ, რატომ შეიძინეს რუსული ვაქცინა რუსული კომპანიისგან და ხედავდა თუ არა ამაში პრობლემას. ჯერ გითხრა არ მახსენდება ეს კონკრეტული შესყიდვა. თან შვებულებაში ვარ, კომპიუტერში უნდა ჩავიხედო, რომ პასუხი გაგცეთ და ასე კომენტარს ვერ გავაკეთებო. ტენდერის დეტალები ჩვენით რომ გავაცანით, მერე თქვა. ჩვენ კანონმდებლობით აგვაქვს დასასრული ევროპული ზღვა. იქ თუ ესეთი რამ იყო, ესეთი არ იყო შესაძლებელი და იმიტომ ალბათ თორემ მაგას ექნებოდა წინა პირობები, თქვათ რომ ან ერთხელ ჩატარდა ბაზრის კვლევა, მეორე ჩატარდა, მესამე ჩატარდა და ვერ მოხდა ალბათ, ვერ მოხდა ევროპული ვაქცინის ყიდვა, თორემ ჩვენ სერიოზული შეზღუდვაა. ფაქტია, სერიოზულმა შეზღუდვამ ვერ იმუშავა და ტენდერში შესული რუსული კომპანიისგან რუსული ვაქცინა მაინც იყიდეს, რადგან მან ყველაზე დაბალი ფასი დაასახელა. არადა, მარტივად შეეძლოთ სატენდერო მოთხოვნებში მიეთითებინათ, რომ მხოლოდ ევროპული ან ამერიკული წარმოების ვაქცინა სურდათ და გრინბერგი ვეღარ გაიმარჯვებდა. ამის ნაცვლად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოთხოვნებში ჩაწერა. ვაქცინის ფლაკონის ეტიკეტზე ქართულად ან და ინგლისურად, ან და რუსულ ენებზე მითითებული უნდა იყოს მინიმუმ შემდეგი სახის ინფორმაციაო. აი ასე მარტივადაა ყველაფერი. თქვენ რომელი რუსული ბიზნესები შეგხვედრიათ საქართველოში? დაგვიწერეთ კომენტარებში.